თქვენთან არ ქონია ფინანსური ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილს? არა, თქვენ გეგონათ რომ სააკაშვილი არ არის რუსეთის აგენტი? ოკეია, ჭკვიანი კაცია, მაგალითად რომ არა ხუხაშვილი ვერასოდეს მარგველაშვილი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცები რეები გააფუჭა ყობახიძემ. ანუ ეს კაღალდი არის რუსთავი ორის და გვარამიას მიერ დაწერილი სრული სიცრუე. მე გეუბნები რომ ქართული ოცნება არ არის პრორუსული და საერთოდ არ არის რუსეთთან არაფერ კავშირში. მოდი ახლა გადავიდეთ იმაზე თქვენ ხართ თუ არა რუსეთის აგენტი. საქართველოს დაიწყო დაბომბვა წკინვალის. რის გამო? წკინვალის. არა, არ წერიათ ყუილია ეგ. რატო გაბრაზდით და სააკაშვილის მომხრეებს რატო გვეძახით აი მის გამო რომ რაღაცებს ვარკვევს? ეს რუსეთის სასარგებლოდ კი არ არის, ეს მონარქიობის სასარგებლოდაა, გაიგე. რუსეთს არ აწყობს. თქვენ სად იყავით? განა, ხო სად ვიყავით? არა, არსად არ იყავით. ცეცხლმოკიდებული პორტები, ნავთობაზე. კიდე გეუბნებით, არაფერი ესეთი არ არის. ან მთელი ძალით არ იბრძვის რუსეთი ამას ვამბობთ. საერთოდ არასწორია ყველაფერი, რასაც ლაპარაკობ. ხე მეცმათ მომივიდეთ, თუ ერთმანეთში ჩხუბობთ, კაცო. ნუ ამათმა ციხეში გაიცნეს ბედუკაცა. ანუ ცოცხლიც არ იყო დადგმული. არ ვიცი ახლა ცოცხი თუ რა, არაფერი დადგმული არაა იქ. როდესაც სტალინს გაუჭირდა, ის მივიდა მატრონასთან. ხო და გაერკვია შენ თვითონ. ეს ფაქტია, ყველა მიცის ეს. 5 წუთი მაინც მინდა, იმიტომ თქვენ ახლა ერთი კითხვა, ეგ 5 კითხვა დასვით და ყველა სათითაოდ უპასუხეთ. შევთანხმდეთ რომ ვერ თანხმდები.